აჭარის პროფკავშირებსა და შპს ავტოტრანსპორტის სახელმძღვანელობას შორის კონფლიქტი გრძელდება. დღეს დილით მერაბ ღოღობერიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება. ილია ვერძაძე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, რომ გუშინ მომხდარ ფაქტზე მერიამ პასუხისმგებლობა ავტოტრანსპორტის დირექტორს უნდა დააკისროს. ილია ვერძაძე აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძე სწორედ გია ლორიას ინტერესებს ატარებს. შეგახსენებთ, პროფკავშირების განცხადება დღეს დილით მერაბ ღოღობერიძის ბრიფინგს მოყვა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ მძღოლებს ხელფასი გამომუშავებით ეწერებათ და მათი ანაზღაურების გაზრდა შეუძლებელია. მით უფრო რომ მიმდინარე წლის თებერვალში მძღოლების ანაზღაურება 30%-ით უკვე გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძველზე ღოღობერიძემ დღეს კიდევ ერთი სიახლე გააჟღერდა. მისი ცნობით უახლოეს 10 დღეში თითოეულმა მძღოლმა ნარკოლოგიური ცნობა უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად დატოვებენ სამსახურს. ინიციატივის მიზეზი, როგორც შპს-ს თანამშრომელი აცხადებს, კონკრეტული ფაქტები გახდა. ფიქრობთ, ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელი არის ეს მათი ხელფასები, ვინც ეს ჩვენთან საწარმოში მუშაობენ გამომუშავებით, თუ ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩააგდებს და არ იმუშავებს და მათსავით პირად საქმეებში 50 განცხადება იქნება, რომ 6 თვის განმავლობაში რომ თქოდ გამათავისუფლეთ ან გადამანაცვლეთ და ასეთი მოთხოვნები ექნებათ, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ, რა თქმა უნდა, მაღალ ხელფასს. 10 დღის განმავლობაში ეს არის გავყოლი აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით 10 დღის განმავლობაში თუ ვერ წარმოადგენენ ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომლები ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომელიც არ ქონდა აქამდე გავლილი, არც ერთ წარმოადგენელს, 10 დღის განმავლობაში ისინი იქნებიან გათავისუფლებული. ჩვენ თვითონ პასუხი უნდა მოეწყოს იმ პიროვნებასა და თანამდებობის პირებს, რომლებსაც წარმოადგენს მერაბ ღოღობერიძე და შესაბამისად ვის დავალებებსაც ასრულებს ის. ზემოთ აღნიშნული მოქმედებების გამო ჩვენ მოვითხოვთ ქალაქ ბათუმის მერიისაგან, რომ შპს ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციას მის დირექტორს დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ქმედებისათვის.